სერიალს წარმოგიდგენთ საიტის Cinemania.gr, გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. მონაწილეობენ კარიბა ჰეინი, ფიბი ტონგენი, ინდიანა ევანსი და ლუკ მიჩელი. აქ არ უნდა ვიყოთ. რამდენიმე საათში სავსე მთვარე ამოვა. უნდა დავიმალოთ, რომ წყალი კვლავ არ დაგვისხას თავს. უკვე მომბეზრდა დამალვა. წყალი ჩვენი სტიქია, ჩვენი ჰაერია. უნდა ვიპოვოთ გზა ამ საცეცების დასამარცხებლად, მაგრამ არ ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს. სამწუხაროა, რომ ლოისი არ არის. ყოველთვის უამრავი იდეა უჩნდებოდა. სხვებიც არიან, ვინც ჩვენი პრობლემების შესახებ იცის. მაგალითად ვილი. თუ ვინმე დაგვეხმარება, ეს ზენია, ის დიდი ხანია გვიცნობს და მარტივად გარესკავს სხვების სიცოცხლით საკუთარი ეგოს გამო. შეწყვიტეთ, ორივეს შეუძლიათ ჩვენი დახმარება. გამარჯობა. მაპატიე. ბოდიში. წვენით გამოვისყედი. თუ დაკავებული ხარ? ეს მცირე დიერესი შემოთავაზებაც შემიძლია. მავიწყდება, რომ ქალთევზა ხარ, ხომ გესმის? მადლობა. მითხარით ძალიან დაკავებული ხარ საღამოს. ასეა, მოიცადე, დღეს სავსამთვარეა არა? და რაღაც მინდოდა მეთხოვა. დღეს გადავწყვიტეთ კაფეში გავატაროთ ღამე. რიგიმ გადაწყვიტა ზეინი დაპატიჟოს, მე კი მინდა შენ დაგპატიჟო. ზეინიც იქნება. დაგვეხმარება. შენც თუ გინდა. და სხვები? წინააღმდეგნი არ არიან? რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს პატივია. ვიცი ეს რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს. ასე რომ, სიამოვნებით დაგეხმარებით. ესე იგი, ჩემი დახმარებაა საჭირო. არ მეგონა თუ აქამდე ვიცოცხლებდი. ნუ დამცინი. სერიოზულად, ნებას მაძლევ, რომ დაგეხმარო? არ შემოგითავაზებია. სიმართლე არ არის. თან ყოველთვის დაკავებული ხარ მეგობრებთან ერთად უსაქმურობით. იმედია დღეს გეგმები არ გაქვს. ჩემს გეგმებს არ ვთვლი. სავსე მთვარეც ვერ გაიძულებს? თუ შენთვის ეს ასეთი მნიშვნელოვანია, შევსვლი ჩემს გეგმებს და დაგეხმარები კაფის მომზადებაში. პირდები? პირდები. გამარჯობა. რომელზე დავიწყოთ ბანკოს თამაში? იცი, ეს გადაიდო. კერძო წაულება. მაგრამ იმდენი ხანი ველოდი ამას. ვიცი, სხვა დროს ვითამაშებთ. კარგი, რამდენადაც დღეს რეპეტიცია არ მაქვს? ეს კერძო წაულებაა და რადგან არავის მოუწევი ხარ, საკუთარი ძალებით გავერთობით. გოგონების წაულება? რაღაც ამდაგვარი. მაგარია, საიდან იცი? ნამდვილად დღესა? ჩანჩქერის წადე. არა, სხვა სოზე იწყება. მაჩვენე? მაშინ ნახშირწყალი. მისმინე? კაფეში საღამოს შესახებ მხოლოდ სამნი ვიქნებით. თავადაც მშვენივრად გამომკლავდებით. და რატომ კაფეში? და რატომ არა? განსაკუთრებით მაშინ, როცა ტინამ ზოისგან გაიგო, რომ გრანდიოზული წვეულებაა. კლეო წვეულებას იმედის და აუცილებელი არ არის ის გააფუჭო. მაგრამ მე მოასწრებ, როდესაც გაიზრდები. იქამდე კი ტელევიზორს უყურებ, როცა გაკვეთილებს იმეცადინებ. დაკეტილები ვართ. ვიცი, გოგონებმა დამპატიჟეს. არ მგონი რაღაც აგერია.
არა მგონია. დახმარება მთხოვეს იმ შემთხვევისთვის თუ დახმარება გთხოვეს. გამარჯობა. გამარჯობა, მოხვედი? მისმინე, ვიფიქრე მგონი აჯობებს ეს ღამე აქ კი არა ჩემთან გავატაროთ ფარდულში. ასე ფიქრობ. იქ ნაკლები ადგილია. უფრო მარტივი იქნება ფანჯრების დაფარვა. ყველაფერს მოვამზადებთ. ხუმრობ. ეს ხომ გოგონებისთვისაა. არ გაბედო იმის თქმა რა ჯობია გოგონებისთვის. მარჩა, შევრიგდით. მხოლოდ მე ვიცი რა ჯობია გოგონებისთვის. ყველაფრის ორგანიზებას მოვახდენ და აქ დავრჩებით, გასაგებია? სახლში წავალ, ნივთებისთვის. იმედია სისხლის ხრა არ იქნება. რა თქმა უნდა. რა პრობლემაა? რა პრობლემა უნდა იყოს? კარგი, წავედი. კბილის ჯაგრესი წაიღე. თუ რამე მოხდება, მაშინვე დარეკე. დონ, გაერთეთ. კარგად. შენი მჯერა. მამა, ნახვამდის. რაღაც გული მერევა. რა მოხდა? ალბათ დავიღალე. მინდა დავწვე და არავინ გამაღვიძოს. დღეს ცოტა ადრე დაწექი. მართალი ხარ. წავედი. თბილისის ზბრები. ძილინებისა. მოგვიანებით შემოგხედავ, კარგი? გოგონები სად არიან? ბოდიში ეს კერძო წვეულებაა. ვიცი ძმა. გონი წასვლა მოგიძებთ. შენ რა, გამაგდებ? შემიძლია. აქ შენი ფარდული არ არის, მეგობარო. მაგრამ რეკიმ თქვა, დაივიწყე, ეს ჩემი მეგობრები არიან და ყოველთვის შემიძლია მათი ნახვა. და გეგმათ დღეისთვის. მერე რა? რეკის ეს არ მოეწონება. ეს ჩემი შეყვარებულია, ასე რომ თავად გავერკვევით. ეს რა არის? ვერ ხედავ? ბანკა უნდა ვითამაშოთ. ასეა. შენ თქვი რომ ყველაფერი მახსოვს. ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ რომ დღეს კაფე ჩვენია. შეგიძლიათ კაბინეტი დაიკავოთ, ჩვენ კი დარბაზში გამთავსდებით და ყველა ბედნიერი იქნება. ხელს არ შევუშლით თქვენს საღამურების წვეულებას, ხომ ასეა? უნდა ვილაპარაკოთ. კარგი. ასე მოქცევა როგორ შეგეძლო? აბა შენზე უნდა ჩავიციკლო? მე გთხოვ გაგებით მომეკიდო მხოლოდ ყოველი სავსე მთვარის დროს. ეს რთულია? ყოველთვის, როდესაც საქმე სავსე მთვარეს ეხება, ამას დრამა დაგწევ. და წყლის თავდასხმა ხუმრობაა? საქმე ამაში არ არის. აბა რაში? ვილი? ეჭვიანობ, გასაგებია. სულაც არ ვეჭვიანობ. უბრალოდ მე. გამოდის ეს უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ვიდრე მე. მას უბრალოდ დახმარება უნდა და მორჩა. მეც საკმარისი ვარ. ყველაფერი კარგად არის. მას აქ არაფერი ესაქმება. ჩვენ ერთად წავალთ. შენი იმედი არ უნდა მქონოდა. რიგი იქნებ? არა, თქვენ გარეშეც გავუმკლავდები. რიგი მოიცადე. შენთვის იქ წასვლა არ შეიძლება. მართლა? ზეინი ვერ ხვდება. მართლა? მას ეს არ დაუნახავს და ვერ ხვდება, რამდენად საშიში შეიძლება იყოს. მას არ ადარდებს. მე კი მადარდებს. გაბრაზდი, მაგრამ ახლა ხასიათის ჩვენების დრო არ არის. მოდი, არ გინდა, ცხელ გულზე ქმედებები.
კარგი. კარგი. ჩემთან წამოხვალ. კარგად ჩაიკეტებით. თუ ყველანი ერთ ადგილას შევიკრიბებით, ნამდვილად შევძლებ შენს დაცვას. რა? ამის თქმა არ მინდოდა. ნება მომეცი ერთი რამ აგიხსნა. არ მინდა რომ ვინმე მიცავდეს. გასაგებია? მაგარია. მეტი აღარ მინდა. მან რა ხდება? შუბლზე გაწერია ყველაფერი. რეკი სად არის? მე რა ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე? ჰეი, შეხედეთ, ვინ მოვიდა? მოდი, შემოგვიერთდი. აქ რა ხდება? და რეკი სად არის? სადღაც გაიქცა. სად? მეგონა შენთან გამოიქცა, ჩემზე საწუწუნოდ. არა. სად გაქრა? გისმენ ვილ. რიკი გაიქცა. ის მის იდიოტ შეყვარებულს ეჭყობა და გაცურა. მგონია რომ მაკოზეა. არა მგონია. მალე დაბნელდება. მას უნდა რომ საცაცების განადგურებას სცადოს. მისი შეჩერება ვცადე. უნდა დავაბრუნოთ. ჰეი, გამარჯობა. შენ აქ რას აკეთებ? მე წაულებაზე მოვედი. სახლში წადი, თორემ მამას დავურეკავ. რა გითხრა? არა. ხირულება ყველასთვისაა. ვილ? რა გინდა? ვილთან მოვედი. ის აქ არ არის. ჩვენ შეხვედრაზე შევთანხმდით. მართლა? ესე იგი მოგატყუა. არა, უბრალოდ, ალბათ უკვე კაფეში მელოდება. მე მას ვიცნობ საკუთარ თავს არ ეკუთვნის და მისი მესმის. გონი ჩემი გეშინია. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს. შეგვიძლია ვილის გამო დავმეგობრებულიყავით. თავს ნუ შეიწუხებ. იცი შენც დაგპატიშებდი დღეს კაფეში, მაგრამ შენი ნახვა იქ უკვე აღარ უხარიათ, არა? შენი კი აქ? ასე რომ, გაეთრიე. კარგი. ზეინ, რიკი უნდა ვიპოვა, მაგრამ კიმს ვერ ვტოვებ. ძიძად არ მუშაობ. შენგან არანაირი სარგებელი არ არის. მისმინე, ეს ხომ შენ გამოა პირისპირ იმ რაღაცასთან. შენ კი მიგიფურთხებია. შვიდად წიხარ და ბანკოს თამაშობ. რიკი უნდა იცოდეს, რომ შენი ნდობა შეიძლება, ისევე როგორც მე. ჩემი ნდობა შეიძლება. მაშინ დაამტკიცე. დახურე ეს კაფე. კიმის სახლში წაიყვანე, მე კი რიკის მოვძებნი, გთხოვ?
მაპატიეთ ბოდიში. საღამო დასრულებულია, კაფე იხურება. ვერ გაბედავ. ეს ჩემი კაფეა. მარტო ერთი სიმღერა გთხოვ, თაყვანის მცემლები ითხოვენ, ზედმეტი მოუვათ, აბა ბავშვებო სახლებში. სად გავერთოთ? სახლში. სწორედ ახლა ვაპირებდი მის სახლში წამოყვანას მისტერ სერტორი. საკითხავი ის არის საერთოდ აქ რას აკეთებს? მე კლევამ დამპატიჟა. მითხრა რომ მაგარი იქნებოდა და ვინანებდი თუ არ მოვიდოდი. სად მიდიხარ ახალგაზრდა ქალბატონო? მაგრამ ეხლა არანაირი მაგრამ. ერთი გონიერი ახსნა მჭირდება. რა ხდება? რიკი გაიქცა. მამა, მართლა უნდა წავიდე. ვერ წახვალ სანამ პასუხს არ მივიღებ. როგორ მიეცი უფლება შენს დას სახლიდან გაპარულიყო წვეულებაზე? მითხარი. მე მისთვის უფლება არ მიმიცია და ეს წვეულება არ არის. ნუ თუ. ბიჭები, პიცა, მუსიკა. ეს წვეულება არა? ხომ ასეა? იტყუება, ეს მხოლოდ გოგონების წვეულება იყო. და ის აქ რატომ არის? მე? კარაოკეში ვარჯიშობდით. მართლა? მას უნდა დაუჯერებ, მამა. ის კი არ დაუპატიჟიათ. როგორც მე. რა? გიждები კარაოკეზე. მან თქვა რომ მორცხვი ხარ და შენი დაპატიჟება არ იყო საჭირო. არა, რა სამბობ. ვინ, მე ვარ მორცხვი? შენ. შეგეძლია როკ-ენ-როლის დაკვრა. დიახ? წავედით. მოგკლავ. ეჭვი მეპარება რომ მე აქედან გაქრობას შევძლებ. ახლა და აქ, მხოლოდ მე და შენ. რა გინდა ჩემგან? აქ რას აკეთებ? კარგად ხარ? ხომ გითხარი რომ დაცვა არ მჭირდებოდა? არა. შეჩერდი. თავი დაანებე. შენ ხომ ქალთევზე გჭირდება?
რეკი. კარგად ხარ? რა მოხდა? ის 8 ფეხა დაბრუნდა. არა, ყველაფერი მშვენივრადაა. ვილმა გადამარჩინა. დროულად მოვიდა. ხომ ასია ვილ? მადლობა ვილ, იმედი არ გაგვიცრუე. როგორც იქნა წავიდნენ? მამა შენი ელვისზე გიждდება. ნუ მახსენებ. რიკი, კარგად ხარ? რა მოხდა? What happened? რა მოხდა? წყალი დაესხა თავს, მაგრამ ვილმა დახმარება მოასწრო. ეჭვიც არ მეპარება. იქ მაინც ვიყავი. გეყოფათ. რეკი. რეკი მისმინე. ასეთი რამ. აღარ განმეორდება. დღეიდან მუდამ შენ გვერდით ვიქნები. კარგი. ნუ თუ ასე ადვილად აპატიებ. ჩემს ნივთებს ავიღებ და სახლში წავალ. წაგიყვან, მაგრამ ჯერ კაფეს დავკეტა. როგორ ფიქრობ, რა სჯერს? იქნებ შოქშია. რეკი. რა მოხდა იქ? შენ მას ესაუბრებოდი და ის გაჩერდა. თითქოს გიჯერებდა. და რატომ მოატყუე ბელა რომ მე გადაგარჩინე? Why did you tell them I saved you? ასეც იყო. არა, ეს შენ გადამარჩინე მე. რა მნიშვნელობა აქვს? შენ იქ იმიტომ მოხვედი, რომ ჩემს გადარჩენას ცდილობდი. შენ გეძებდი, რადგან შენზე ვღელავდი. როგორ მომბეზრდა ყველაფერი. ბელას და კლეოს სიმართლე უნდა მოვუყვეთ. და რა მოვუყვე? ის რომ ის გპასუხობდა და გიჯერებდა. მე კი ამაში დარწმუნებული არ ვარ. რატომ? მათ არ უნდა იცოდნენ. რატომ მითხარე? პირდები რომ არ მოუყვები. პირდები? გთხოვ. შენ ხომ ჩემი ვალი გაქვს? კარგი. შეგიძლია მენდო. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები გიორგი წერეთელი და მარიამ გიორგობიანი. ხმის რეჟისორი ლერე შეწირული. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.